ვიწყებთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას, სხვათა შორის აღნიშნული პროგრამის იდეა ეკუთვნის ვიცე-მერს გიორგი ტყემალაძეს. ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, ამის დაწყება. დღეს თბილისის ისტორიულ ნაწილში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობები უნიშნულოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი, ეს არის ჩვენი ქალაქის იდენტობის, ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის საკითხი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მოგვეძებნა ამ პრობლემის გადაჭრის სწორი და გრძელვადიანი გზა. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება და რომელიც თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე. აღნიშნული წესის მიხედვით, მუნიციპალიტეტი მოსახლეობის სრული 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში გამოისყიდის კერძო მესაკუთრეებისგან ისტორიულ არეალში მდებარე უძრავ ქონებას.